მოკლედ, რა ვიყიდეთ? ეს ბავშვებს ვიყიდე და ანდრიას. ეს რა უსწია? გამოვიდა რომელიმე ნაყინი? ეს დიდებს. ეს ევას. როგორ მოხდა წავიდო უამასო. ეს დამინდოდა. თუდია, მაგრამ დამინდოდა. გავიგე. ამის წაიღენა ნაცვლაში. ესენი აქციაშია. ვერ ნახევარად არის ხალხო. აქ არის ახალი კარტოფილი. და ბოსტნეულობა. მოდი აქ დავდოთ. აი გა. აჯობსანდარი მიიღა. და პატარა გოგონა პარირამი. ეს არის მარწყვი. უნდა გავაკეთოთ დღეს ისა. ნაყინი. ეს არის პომიდორი სადილის. ეს არის პომიდორი საჭმელი. ეს არის პარირა კაპუჩინა გოგონას პატარა. Baby, I Sonia. I want a slimy. Sune? It's sweet. Yes. It is sweet. Hey, come here. It's a sweet. Masala. Tata parira patana gogonda. Tata parira. Oh, I smell. Anelobio. Patrice Chani. Fleeking. It's wrong. Apioda kaba. Uncle, you out of the motivation is so now we start baby. Yes. კიდე კაი. იმიტომ რომ მარტო მაგის იმედად შეუძლია იყოს. კიდე კაი, იმიტომ რომ მხოლოდ მაგის იმედად შეუძლია იყოს საწოდავს. ნამდვილად. ეს რა? აკეთებ აჯაბს სანდალს და უპიროს. ეს არის ატამი. ეს არა ჩემი. წელს პირველ აჯაბს სანდალს ვაკეთებ ხალხნოაბამ ვინ მოამზადებს. მე მგონი ყველა მოამზადა უკვე აჯაბს სანდალი წელს ჩემს გარდა. რა სიტყვით? Badris Chani. Gari. ბევრი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ამათ ყველას ძალიან უყვართ. ხოდამ. ამიტომ
როგორ მიყვარს ყაბაყინა და იცოდეს ყაბაყი ჩემი სიკალური ერთი ცუდი ამიღია თოკო სტაფილოს გასათლელი მომაწოდე რაჯობია ეხლა იმენ ბოსტნეულს აი აჯაფსანდარი ის არის რაც ყველას უყვარს ჩვენთან არც ერთი ადამიანი არ არის ჩვენ სახლში აჯაფსანდარი რომ არ უყვარდეს მურაგინა ბოლე სტაფილო გინდა? ამას როგორ უყავს სტაფილო? საღლი შიგნით იყო მაგიდის და ამიტომ არ შევშინებულ ვარ. სტაფილო ხონდა შეტანი. ახლა მოიჭერესენი დავიყო თავს ხო? ხალია, მაგრამ უკვე ეს არის. ამ არის. აინა, და ეს მე ვქნათ. ჩელესენი დაუჭრათ და დავიწყოთ. Toko. Takunia. Magisi medali kok. Kuat ada di Madiara atau Masara. მოკლედ შემოწირფასებო გადავწყვიტე რომ კალორიები დავშალო ჩემს მომზადებულ აჯაფსანდალს. წინა ჯერზე 70 კილოდან რომ ვიკლებდი, კალორიებს ვუთვლიდი. ოღონდ ვაკეთებდი ჩემთვის და ვაკეთებდი ძალიან უგემურ ვერსიას. ხო და არ მომწონდა. ეხლა მინდა რომ ყველასთვის გავაკეთო და მაგას დავუთვალო კალორიები. დამხმარედ დავუძახე თოკოს.
ანუ მე მინდა დავჭრა და ანუ ჩამოწერილი მაქვს ტელეფონში ყველაფერი პროდუქტები და რო ჩავყრი სველი ხელით ამ ქვაბში ინგრედიენტებს მინდა რომ თოკომ დაწეროს ეს და მე სველი ხელით ტელეფონი არ გამოვიყენო. ამიტომ დაუძახე. ეხლა აქ შევამჩნიე რომ ეს კაბა მაქვს უკან უფრო მოკლე ვიდრე წინ. ეს ხო იცით გოგოებო რასაც ნიშნავს, ხო და ძალიან გამეცინა. ხო, შარშან არ შემჩნევია, რა ვიცი. ეტყობა წელს რა ვიცი 2 კილოთი მეტი ვარ, თუ რამდენით მეტი ვარ? არა, 54 ვიყავი, ხო, ეხლა 57 ვარ. კი ბატონო, ნაგერ 2 კილოსა და ისახები კი ხედავთ. მოკლედ ცალკე ავწონე ქვაბი, იმიტომ რომ ქვაბის წონა მე უნდა გამოვაკლო, რადგან სხვა ქვაბში ხა მე მაგას ვერ გადავიტან და ანუ ჯერ ხო გარეთ ვიყავით ბავშვთან ერთად, ეს ყველაფერი ვიყიდეთ, მოვიტანეთ, მე ეს ყველაფერი უნდა გაასუფთავო და გასუფთავებად თქოს არაფერი არ არის, მაგრამ როცა ამდენი ოდენობის პროდუქტია უკვე არის მე ახლა ესენი რომ უნდა აწონ და კალორია იმას ქნა უკვე ნერვებზე ისე მირტყავს რომ მეტი არ შეიძლება. ხო და მოკლედ აი ასე ეს ახალი სტაფილო ძალიან ცნაური იყო რაღაცნაირი, მაგრამ კარგი იყო იმ ხრივ რომ რბილი იყო და ადვილად დაიჭრა. სტაფილო აჯაბსანდალში გახეხილი არ მიყვარს, დაჭრილი მიყვარს და ყოველთვის წვალობ ხოლმე და ეხლა რაღაც ძალიან ადვილად დაიჭრა. ხო კიდე TikTok-ზე ვნახე რაღაცა ძალიან მარტივი ბრინჯის რეცეპტი ბოსტნეულით, ანუ ბრინჯს ყოველთვის რაღაცით ვაკეთებ ხოლმე. ერთხელ თუ ორჯერ მაქვს ბოსტნეულით მომზადებული ძალიან ადრე და გამახსენდა იქ და მინდა რომ ამ დღეებში გავაკეთო, ანუ ყველა ინგრედიენტი მაქვს ძალიან მარტივია და თოკოს ძალიან უყვარს ბრინჯი. მეტად არ მიყვარს, დიდად კი საერთოდ არ მიყვარს იცით თქვენ, მაგრამ მინდა რომ მოვამზადო. ხო და ესე ვეძახი, ის იქით თავის საქმეს აკეთებს, მოდის, მიწერს ამას, მე ისე მიდის თავის საქმეს აკეთებს, არის ძალიან საყვარელია. ესე იგი ყაბაყი გამომივიდა ხალხო 800 გრამი, ბადრიჯანი 900 გრამი და კარტოფილი 900 გრამი. პროცა წარმოიდგინეთ რაოდენობაა. ანუ მთლიანი ვიდეო არ მაქვს გადაღებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქტი იყო. ამ შავ ქვაბში არ ჩაეტია, ნერვი არ მეყო, თან ამეწონა, თან დამეთვალა, თან გადამეღო, თან ის პომიდორი გამეთალა და მოკლედ მთელი ამბები რა და რაღაცა ფრაგმენტი არ მაქვს გადაღებული. ხო და ნახევარი არა. 70% ჩავტენე ამ ქვაბში, დანარჩენი აღარ ჩაეტია. ხო, ტომატ პასტაც დაუმატე, რა თქმა უნდა, ზეთიც. ჩვეულებრივად როგორც ვაკეთებ ხოლმე, ეგრე გავაკეთე, მაინტერესდა რამდენი კალორია ქონდა. ხო და ისა, ნუ ვერ ჩავტიე. მე დავდგი, ცოტა ხთი ეს რო ჩაითუშა, მე კიდე დავამატე და აი ესე ჩავტენე, რასაც ქვია წიხლით. ხო და ერთი დიდი ქვაბი გამოვიდა და ჩემმა სასწორმა არ აწონა ხალხო, ანუ ეს 3 კილოზე მეც არ წონი სამზარეულო სასწორები და ადამიანის სასწორზე ავწონე ამ ქვაბიან. ქვეშ დავუდე საჭრელი დაფა, კი ძალიან სასაცილო იქნებოდა რომ გადამეღო, მაგრამ როგორც გითხრა ის ნერვი არ მეყო და 5 კილო და 100 გრამი გამოვიდა. აი ნახეთ პროსტა რაოდენობაა. და 54 კალორია აქვს 100 გრამზე. აბა, ეხლა ეს დავაგემოვნოთ. 210 კალორიის არის. ნახოთ რა მხელა. თავი ძალიან აქებენ და მე საერთოდ ეს უკვე ახარებ. მე საერთოდ მაკარონებზე არ გიშტები. არ ვიცი ეს როგორ იქნება. ნახოთ. 장가요? 애는 잘 해봤어. 마르치파니. 플롬베리. 먹었어. 아우 장가벨이야. 안 먹어도 და ხოდომ ის არ მიყვარს. ცალკე მაკარონი. აუ რა გემრიელია.
აქვს ნახევარი ეს. მაგრამ კაიო. დღევანდელი ჩემი ბოლო კვება ხალხო. აი მე ესე იგი აჯაფს სანდალი გამომივიდა 100 გრამზე 54 კაკაო. იმედენად იგემრიელი ისე მიყვარს ჩინოყიერი ესეც საოცარი რომ მეტი არ შეიძლება. ეს ჩემი ვერსია თორე რომ ბანაობს ხოლმე ზეთში ის არ ვიცი რამდენი კალორია იქნება. მაგრამ კარტოფილი კაი ბლომად ქონდა. აი ეს მექნება 2 სალი ალპური ყველი ეს ნუ მისჭამე. აჯაფსანდალი კიტრი ვჭამე ხა, ნუ საღამოს ყველი და პურის საღან მქონდა, შუადღესაც აჯაფსანდალი ვჭამე, კიტრი, ყველი, პური და დავაყოლე ზეფირი ნახევარი. ხო და ეხლა უბრალოდ იმის კალორია მქონდა. დღეს დამეწყო და გამგელებული ვიყავი, საღამოს კალორიები აღარ მქონდა, დილას მქონდა უკვე ნაჭამე ყველაფერი და შუადღესაც. ხო და ის ვჭამე, ეხლა აჯაფსანდალი, კიტრი და ამაებს ვაყოლებ და 22 კალორიით გადავწვდი 1322 კალორია მაქვს ნაჭამი. აი ეს არის. სამიცალი კიდე მაქვს. შედატო ყოფით ხვილ ჯებს უჯრადი პატარა ჯაღლო. აი პატარა ჯაღლო ვიბი როგორი ვიყავი ხვიტო როგორი ვიყავი ზეთო ვიყავი ესე. რაღაცებს მოусმე რაღაცებს უყურებ და თან შევჭამ. ასა Wigge. Lasciatemi cantare, sono un italiano. Lasciatemi cantare.